მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და შეგახსენებთ, რომ პარასკევით ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით. მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს და ჩვენს მაყურებლებს. დავიწყოთ დღევანდელი დღის თემით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ალბათ ეუთო ოდირის დასკვნა ჩამოვიდა ამ ახალ კანონებთან დაკავშირებით. ყველა მიცის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით თან ყოველგვარ რაღაცა განსაკუთრებული დასაჯერი იყო ხალხი და განხილვის გარეშე დაჩქარებული წესით გაამკაცრა კანონები, რომელიც ეხება ძირითადად აი ამ შეკრებას, აქციებს, იგზის გადაკეტვას, პირბადის ტარებას და ასეთ რაღაცებს, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირი ამბობს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა და სისხლის სამართლის კოდექსში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებების შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხე და უნდა გაუქმდეს. ესე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს ეს კანონები. დასკვნა არის ვრცელი, ბუნებრივია ხა იურიდიულ დეტალებს ჩვენ არ შევეხებით. დეტალურად არის განმარტებული ესა თუ ის ცვლილება ნორმა, რატომ არის ასე ვთქვათ წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. ხო, ეს ახლა მე მგონი მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი დასკვნა იქნებოდა. იმიტომ რომ სხვანაირი არ შეიძლება იყოს, მართლაც ეს კანონები არაფერში არ ჯდება, არის აბსოლუტურად რეპრესიული. თავისი შინაარსით და გამოხატვის თავისუფლებას და დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. თუმცა აქ უფრო საინტერესო იქნება რას უპასუხებს ჩვენი ხელისუფლება. ანუ ტრადიციულად წავა ისო ბიზნეს ივანიშვილის იმწით რომ ახალ მაწვევით, მოდი მეც მოგაწვევით და კიდევ უარეს მიიღებენ ახლა. ხო, რა ჯერჯერობით მაგზისგან ივანიშვილს არ გადაუხვევია. ხო, ჯერჯერობით ასე იქცევიან, ანუ რა ვიცი, კიდევ უარეს რა უნდა მიიღო, რა მოიხარშება. ამდენი დღის წინ მართლა დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა თქვა პირდაპირ, რომ დროა რომ შეეგუონო, რომ ჩვენ ვაქო ვერც არჩევნებით, ვერც რევოლუციით ვერ. რასაც მე ვიძახდი ხოლმე, ვერც არჩევნებით, ვერც რევოლუციით ვერ დაგვამარცხებენ და ამიტომ გვაღიარონო. ანუ მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ. არა, ეს ახლა ჩვენს უმაღლეს დაგველაპარაკო. ეს ვიცით, რომ მაგრამ ესე პირდაპირ არ ამბობდნენ. ეხლა მაჭავარიანმა პირდაპირ თქვა, რომ დასავლეთისადმი მათი მთავარი გზავნილი არის ის, რომ თქვენ ხარ გინდათ ჩვენი მოშორება ხელისუფლებიდან, ჩვენ ვერ დაგვამარცხეთ, აგერ ოპოზიციასაც ხარს უჭერდით, აქციებს ხარს უჭერდით, რაღაცა და რაღაცა. ხო, მაგ უბრალოდ ხო, არა და დასავლეთის სიამოვნებაში შეუძლება, რომ მე არ არის პრობლემა არ აქვს თქვენთან თუ თქვენ იქნებით დემოკრატები, იქნებით პროდასავლურები. ხო, წესიერად მოიქცევთ, რავი, შეუძლებელია თანამშრომლობდა ეს დასავლეთი ქართულ ოცნებასთან ამდენი წელი. პირიქით ეხა ყველაფერში ხელს უწყობდნენ და ხშირად ვიხსენებ, რომ 2020-ის არჩევნების მერე ოპოზიცია რო ქუჩაში იდგა, ამერიკა და ევროკავშირი ოპოზიციას ეუბნებოდა, რომ შედით პარლამენტში რა აქციები, რასე შემდეგ და ხო, ანუ აქ რა თქმა უნდა, აქ თემი პრობლემაა. მაშინ რომ ამერიკას და ევროკავშირს ხო ხარი დაეჭირა ოპოზიციის შეიძლება სხვა სიტუაციას სხვა სიტუაცია იქნებოდა ის რომ რაც დღეს აქ ის მას მივიღებდით 5 წლის უკან. ჩემი აზრით ასე მოხდებოდა. კი ბატონო, თუნდაც, მაგრამ ეხლა რო იძახია რომ დასავლეთ ჩვენი დამხობა უნდა და ამერიკას აქ რევოლუციის და deep state ხო ამერიკას ვერ ამბობენ ვერ ბედავენ და deep state ჩვენი მოწყობა უნდა და 2020-ში ის კელი დეგნანი მტრად რო ყავთ გამოცხადებული ოპოზიციას ლამის იმით რა ქვია წკეპლით დენი და პარლამენტში და ხა მაგ სხვა რაღაცა რაღაცა უნდა და ამათი დამხობა არა ეხლა ჩვენ რაც ლოგიკას ვეძებთ მაგ ხო ამ ხალხს ვისაც ჩვენ ოცნებას ვეძახით დღეს ანუ ვინც არის ყუბახიძიდან დაწყებული მთელი პარლამენტის შემადგენლობა პროპაგანდისტები მათი ეს ხალხი იმეორებს იმას რასაც ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი არის აბსოლუტურად დარწმუნებული რომ დასავლეთი მას ჩამოგდებას უპირებს თავიდანვე უპირებდა შეცვლას ამან დიდხანს უთმინა შეეცადა რაღაც კონტაქტებით შეეცადა რაღაცას ეს მან დასკვნა გააკეთა იმ ფულის გამო აი რაღაც ბანკის გაკოტრების გამო ხო არ აძლევენ ფულს და ბოლოს ეხა როცა იგებდა პროცესებს მე მიაჩნდა ის ასეთი ინტერპრეტაციას აკეთებდა ეს ხო პროცესები მოიგო რამდენიმე ამ ფულთან დაკავშირებით რაღაც ნახები ხო ჩაერიცხა თავიდან ანუ 2014 თუ 15 წლიდან მოყოლებული აქ ეგამბავი ხო და იმის მერე რამდენი პროცესი მოიგებდა მიაჩნდა რომ ესე იგი ესე იგი deep state-მა უკან დაიხია თუ მოგე დასავლეთმა დაიხია უკან გამივიდა რაღაცა და ეხლა მე ცოტას მოუშვებდა რაღაცა რომ კიდე არ ჩაურიცხავდნენ ფულს ესე იგი ისევ მებრძვიან და ამაზე აქ თელი პოლიტიკა აგებული დანარჩენები ესენი არიან ეხლა უკაცრავად არ მინდა ხა ძალიან შეურაცხყოფელი რაღაცა თქვა მაგრამ უბრალოდ აი
აზროვნების ნაცვლად ისა აქვს, რა ქვია, WhatsApp-ის ჩატი აქვს თავებში, როგორც ერთმა პროტესტის მონაწილემ თქვა, ციტირებას ვახდენ. აი WhatsApp-ის ჩატით აზროვნებენ რა, რასაც ეთქვიან, ამბობენ იმას, აი. უფრო ხალხურიანი თუ თქვა, აი ქვევრი რო ჩასძახებს და ამოგძახებს, აი ეგ არის. ეუნებიან უნდა თქვათ ეს და არც ატანენ თუ ის, იმიტომ რომ არა აქვთ ეს სახელმწიფოებრიობის განცდა, შეგრება რა ფუჭდება ამით. რა ასისულელია, ხო რომ დასავლეთს უნდა ამეთ ჩამოგდება. ეგეთი რამე ჩამოგდება რომ უნდოდეს ამერიკასთან დასავლეთს უგაცრავად რა. სულ სხვანაირი არასამთავრობოებით და რა. მაგრამ ამერიკას მადუროს ჩამოგდება უნდა. აი უნდა ხედავთ რა ხდება. არახები რაც უნდა. და ასე კი არ იქნება მერე საქმე, ეს სულ სხვა რაღაცა. ჩამოგდება თუ უნდა იქ სხვა მეთოდები გამოიყენება და არა რაღაც ეგ გრანტებს არავინ არ აფინანსებს გრანტებით ხელისუფლების დამხობას. ეს არის უკაცრავად თქვა და იდიოტიზმი. თუ ხელისუფლების დამხობა უნდა შეიძლება დააფინანსო რაღაც აჯანყება, რაღაცა შეთქმულება, მკვლელობა შეიძლება დააფინანსო ბოლო-ბოლო ვიღაცამ. ასეთიც მომხდარა ისტორიაში, მაგრამ არასამთავრობოები და გაზეთებში დაგიწერონ და რაღაცა დამხობა გამოგიცხადო წინას, ეგეთ რამე არ ხდება საერთოდ ბუნებაში. არავინ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლების დამხობას. მაგაშია საქმე და უბრალოდ ამათ აქ ეგ მომენტი, თორემ წესიერად რომ მოიქცეს ეს ხელისუფლება, თან წესიერადაც არ უნდათ. რაღაც ელემენტარული ნორმები რო დაეცვათ დემოკრატიის, ურთიერთობის, თუნდაც რაც იყო 2022 წლამდე. ორჯერ დამთავრდა რა, არაფერი პრობლემა არ იქნებოდა, ეხლა ვიქნებოდით ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში ჩართული ჩვეულებრივად აქ იქნებოდა ხელისუფლებასთან ოპოზიცია, წინააღმდეგობაც, ყველაფერი, პარლამენტიც ფუნქციონირებდა და ყველაფერიც. ხო, მაგრამ ამდენი აქციები არ იქნებოდა, ხო? აქციები არ იქნებოდა, ეს აქციები არ როგორ აბრალებენ აქციებს, დასავლეთი გვიწყობს აქციებს, როცა ირაკლი ყობახიძემ გამოიყვანა, ეხლა 1 წელი სრულდება 28 ნოემბერს. 1 წელია უწყვეტი აქციები. 1 წელი ქუჩაში დგას ხალხი იმის გამო, რომ ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და ის განცხადება გააკეთა და ვინ აძალებდა ხა იმ განცხადების გაკეთება. თან მე უარყოფენ ხა 1 წელი იძახიან, რომ არა, ჩვენ არ გაგვიჩერებიაო და თუ არ გაგვიჩერებია, რას გამოვიდა პრემიერ-მინისტრს რა თქვა, რომ ჩვენ იმაშვებით რა ვაპაუზებთ. მოგვიჩვენა ხა იმის ლაპარაკი არ და ეს მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ის რომ 1 წელი და მე ჭუმა კიდე გაგრძელდება ეს ამბავი ჩვენ ახალ წელსაც შეიძლება კიდევ მოგვიწიოს რუსთაველზე შეხვედრა ახალი წლის როგორც შაშან შეხვდით იმიტომ რომ ამის აღნიშვნად შეიძლება მოგვიწიოს ეს შევა ისტორიაში ყველა ვარიანტში აი ჩათვალეთ ვიღა ეს არის ისტორიულ მოვლენას ვესწრებით ჩვენ ამას 100 წელი რო გავა ქვეყნის ისტორიაში შეიძლება რაღაცა უწყვეტი პროტესტის რაღაც წელიწადის ეწოდოს და რაღაც ეგეთი. იმიტომ რომ ეს მართლა უნიკალური მოვლენაა. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ხანგრძლივი ასეთი პროტესტი. მე რა რომ ხამცირდება რაოდენობა, ხანიზდება, ეს მეორე ამბავია. კიდევ ერთადერთი რაც არის რომ ამით ეს არის ხალხის განწყობის გამოხატვა. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას ავტომატურად. არ შეცვლის ეს, მაგრამ ფონი არის ძალიან სერიოზული. და აქ წესით ან ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და რაღაც შეცვალოს. ან რაღაც პოლიტიკურმა ძალებმაც უნდა მოიკრიბონ რაღაც ამ აქტივისტებთან ერთად რაღაც ძალები და რაღაცა შესთავაზონ ისეთი ალტერნატივა საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების ავტორიტეტს კიდევ მკვეთრად დააგდებს უფრო ქვევით. და ამ შემთხვევაში იძულებული იქნება ხელისუფლება უკან დაიხიოს და რაღაცა მისი შეცვლის კონტურები გამოჩნდეს. ისი არ დაიხიოს უკან. ხო, ეს ვარსალია. ნუ ახლა თითქოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი კრიზისი გადალახა, ეს რაღაცა ნუ რამდენიმე ადამიანი გასწრებში. ხო, და ასე გონია რომ კრიზისი გადალახა, ერთადერთი კრიზისი რაც არის დარჩენილი არის, რომ დასავლეთი არ აღიარებს ისევ და ამაზე არის გამწარებულები. პიტერ ფიშერი გერმანიის ელჩი დაბრუნდა და აქციას გამოჩნდა გუში და დღეს შავა პაპუაშვილი საერთოდ შარვლიდან ამოხდა, ისეთი გამწარებული იყო პიტერ ფიშერზე, რომ აქციაზე რატომ მივიდაო. ერთადერთი ეს კრიზისი აქვს, რომ დასავლეთი მართლა არ ელაპარაკება ჯერ, კვლავ და მოულოდნელად დაატყდათ კრიზისი იქიდან საიდანაც არ ელოდნენ. ეს არის რა ხო კონსერვატული ფრთიდან. აღმოსავლეთიდან დაერქვა. დასავლეთიდან ელოდნენ და აღმოსავლეთიდან მოხვდა. ნუ ხო, თუმცა უფრო აღმოსავლეთ არა, შიდა კონსერვატული ფრთიდან. ანუ ადამიანები აფეთქდნენ რაღაც არაბულ ინვესტიციაზე. ანუ ისინი ებრძვიან ახლა ეს ხელისუფლება ხო ეს ებრძვის აი ლიბერალებს ვებრძვით და ესენი ყველანი ლიბერალები არიან, აი ლიბერალებს მოუთავეთ საქმე. უკვე რაღაცა 100 კაცი იკრიბება რუსთაველზე, ესე უყურებენ რაღაცა და ამ დროს უცებ მათი მომხრეებიც კი და ის ხალხი, ვინც ასე პრორუსულ პარტიებად თუ კონსერვატორებად იწოდებოდნენ, ეს ხალხი გუშინ წეღან დღეს უსმენდი, ეს კახაკალადის სიძერო არის ერთი პრორუსი.
ამავიწყდა აბულაძე მე მგონი აბულაძე. აი ეს კაცი იჯდა და ამ არაბულ ინვესტიციებზე იყო აღშფოთებული და ესე იგი ის რასაც თქვა შეიძლება აქეთ ლიბერალური ასე თქვა საზოგადოება არ იკადრებს და რაღაც ამ თემაზე არ დაიწყებს სპეკულაციას გარდა იმისა რომ იქ რაღაც კონტრაქტზე ლაპარაკობენ და ასე შემდეგ აი ეს ასე თქვა დარტყმა წამოვიდა ამ კონსერვატორულ ფრთიდან. ანუ ფაქტობრივად შიგნით შეექმნათ პრობლემა ხა თავისიანებში შეექმნათ ამ არაბის ანუ რაც აღვივეს მას ეს რაღაცა ქსენოფობიური იქნებოდა თუ ჰომოფობიური იქნებოდა თუ რაღაცა ესეთი რა ქვია ნარატივები რაც აღვივეს ეხლა ყველაფერი უკან მოუბრუნდა. რუსთაველი ზენით რო თქვათ როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა მათვე რისხვით გადუბრუნდათ სიმბოლე და სიმბოლე სისას. ასეთი შემოუტრიალდათ ეს ყველაფერი ეს თავიანთ ეს ქსენოფობიის თესვა მაგრამ მეორე საქმეა ეს ფირმა რომელიც არაბული ინვესტორი ასევე აპირებდა რაღაც მონტენეგროში იგივე იმას და ჩაეშალათ იქ ხალხმა იქაც გააპროტესტა და უარი თქვა მე ამას. ეხლა რაზე არის აკლებოდა ეს კალაძის სიძე რომ მონტენეგროდან გააგდეს ხალხო. ხო და აღარ ახტება აქ მაგას აქ რამდენიმე განზომილება. კონტრაქტი გულისხმობს რას? რაღაცა უნდა ააშენონ ორ ადგილას გონიოში და წანიში რაღაცა კორპუსები რომელიც უნდა გაყიდონ მე საცხოვრებელი კორპუსებზეა. ხო და ამას ქართველი დეველოპერები რატო ვერ ააშენებდნენ მაინდა? ხო და შენო ერთი რაც არ გვიწირს შენებლობა. ხო რა ვიცი მე შენებლობის მეც არაფერს არ აკეთებენ აქა და ყველგან სადაც კი გაიხედა ყველგან კორპუსს არ ჭობედა ეხლა. ხო და რა ორ სართულიან სახლებზეა საუბარი. რატო ვერ ააშენებდნენ ქართველები? 60% უნდა იყიდონ გაიყიდოს უცხოელებს. ეს რა თქმა უნდა ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმ განწყობებს და განწყობებიც არის მოსახლეობაში შეუძლებელია უბრალოდ ეს მიიღონ ჩვეულებრივ ამბავად. ჯედი რატო უცხოელებზე წამოწი მეორეც ერთი ხა არაბი მე მაინც და მაინც მაქვს განცდა რომ ეს ცოტა აფიორაა იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია მაგალითად აი დიდარი არაბი ხარ ერთი თუ ბევრი ფული გაქვს რაღაც ჭაბურღილი გაქვს საკუთარი ნავთობი მოგაქვს და მიწიდან მოგაქვს ეს ფული და გაქვს აი რატო ვიყიდი წანიში სახლს აი რა თვიდა წავალ სადმე ვიყიდი გასო კაი ადგილას პარიზში ან რაღაცა მაიამში ბათუმში ხა იყიდება სახლები უცხოელები ყიდულობენ გასაგებია ეს ამბავი და გონიოში შეიძლება გაიყიდოს. აქ წანიში არ ვიცი რა მოხდება, რა გათვლა აქვს, რა ბიზნეს გათვლა, მაგრამ აქ თავი რაზე არის ის საუბარი. დეველოპერული ბიზნესის, ანუ რომ კითხულობთ რა ქართველები რატო ვერ აშენდნენ, ეს საინტერესო კითხვაა, რაც შეიძლება თქვას, ახლა 6 მილიარდს დებენ და ქართველები 6 მილიარდს არდებს არავინ. დეველოპერულ ბიზნესში არავინ ფულს არდებს წინასწარ. ხაერს ყიდიან და შენ რომ გადაიხდი ფულს, იმ ფულით აშენებენ მერე. აი ეგრე არის ახლა ახლა ეგრე. არანაირი 6 მილიარდი მარაბს არ ჩამოაქვს და აქედან გამომდინარე, მასე ქართველებიც ააშენებდნენ. ასე შენდება ბათუმში და ყველგან ბინები პროექტს დადებენ. ეს ვიცით ეს. სანამ აშენდება იყიდება და იმ შეასული ფულით მე იშენებენ. ამიტომ ეს იწვევს აქ რაღაც აფერისტობას აქ ადგილი ყველაფერს თავი დავანებთ. ერთი ეს ქსენოფობიური თუ მეორეც ქსენოფობია ვიძახოთ. კაცო არსებობს რაღაც ისტორიული მეხსიერება. აქ მაქვს სხვა არაბების და არაბების ასეთი მასობრივი ასე თქვა. შემოჭრა ბუნებრივია გამოიწვევს ხალხი. არაბს ახსენებენ ქართველს ახსენდება მურუანყურო და ვიღაცე პირველ რიგში ის კი არ ახსენდება. წარმოიდგინე ხა რა იკადრეს ისეთმა ხალხმა ეს გოგა ხაინდრავა და ხო არა არგუმენტაციები რო არიან. საოცარი ესე ანუ ტიპებმა როგორ დაიწყეს გაპროვება საერთოდ გაჩუმებული იყვნენ ხო ხა ხმას არ ვიღებდით ჩვენ აქეთ ამ ხარე ამ თემაზე გარდა ამ კონტრაქტზე და ბიზნეს ვითხოვდით რომ ერთ-ერთ რასაც ვითხოვთ რომ არის რომ კონტრაქტი რატოა საიდუმლო გვაჩვენეთ თან გაასაიდუმლო ეს რა გვაჩვენეთ რატოა საიდუმლო ეს გამოვიდა გოგა ხაინდრავა და რა მოხდაო კაცო ვერ გავიგე 400 წელი იყო მიტაცებული ქონდა თუ არაბებსო თბილისიო და ხო არაფერი დაკლებია საქართველოს ხო ვარ თუ აგერო ქართველებიო და დიდი ამბავი ხა არაბები თუ ჩამოსახლდებიან იგივე ცოტა მესიჯ ბოქსი და წარმოიდგინე არგუმენტი წარმოიდგინე არა ბერა ეს ეთქვა მესიჯ ბოქსი და არის ეს ცოტნე ანანიძე თქვა ბათუმში კიდე ისა რომ ბათუმში დეპუტატია აჭარა კაცო თურქეთი იყვნენ ამდენი ხანია მე რა ხوار გავთურქთით ხო ის ცოტნე ანანიძე ბათუმელი დეპუტატი გამოვიდა და აჭარო 300 წელი თურქებს თქვა მიწაცებული ხوار გათურქებულათო და რაღაც ეგეთი არგუმენტებით აправებენ ბენზინა ივანიშვილის თუ რა ვიცი ვისი ბიზნეს პროექტია ვერ დავადგინე საბოლოოდ მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ ხა ის არაბეთის საემიროების ის პირველი პერიოდში ჩამოვიდა აქ ბიზნა არავის არ ხვდება ბიზნა მე მგონი რომ ჩამოვიდეს ტრამპი არ შეხვდება ბიზნა
ხო ამერიკელი კონგრესმენები იყვნენ ჩამოსული და ითხოვეს ბიზნესთან შეხვედრა და არ შეხვდა. კი და ამ არაბს შეხვდა და ხელზე ამბორა და რაღაცა და ნუ არ ვიცი ახლა მე რა ხდება რა ამბავია აქ ამ კულუარებში მაგრამ ნუ წარმოიდგინეთ ახლა ეს ხალხი როგორ დაფაცულდა ამის გასაправებლად. ხო არა მაგრამ ეს მესიჯ ბოქსი ვინ ჩაუგდო სისულელე გაправებები უკაცრავად ამ ჟარგონისთვის მაგრამ სხვა სიტყვა არ უხდება ამას ხო კარგი სიტყვა არის ზუსტად გაправება რა. არა ეს გაправება არაბები 400 წელი თბილისში იყვნენ და მე რა მოხდა. ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იმ განწყობებისთვის რა. აი გაჩა კითხვა რომ აი აქეთა მხარეს ოპოზიციამ ეს თემა უნდა აიტაცოს თუ არ უნდა აიტაცოს და ზოგს ეუხერხულება და ფიქრობენ რომ აი რაღაცა არ შეიძლება ამ თემებზე ისე რაღაცა ქსენოფობიაზე გავიგე მაგრამ ეხლა როცა ხელისუფლება შენ გეძვრის ყველა მიღებული თუ მიუღებელი გზებით რომ ხედავ რომ რაღაც თემაზე აფეთქდა ეს თემა შეიძლება ცუდა გამოიყენო შეიძლება ქსენოფობიის კუთხით არა მაგრამ გამოიყენო აი ამ კონტრაქტის კუთხით არა კონტრაქტი უნდა იყოს ლაპარაკი რა ხდება კორუფციის კუთხით კორუფციასთან ხო არ გვაქვს საქმე და ასე შემდეგ ანუ რო ხედავ რომ ის ხალხი კი ვინც ანუ რაღაცა მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ რეაგირებს იმაზე რომ შენ პროდას დასავლეთისკენ აღარ მიდიხარ საერთოდ არ რეაგირებს იმაზე რომ აქ დიქტატურას გიმყარებენ საერთოდ არ რეაგირებს რაღაცა იქ ევროკავშირის გზავრჩეშა აი ამ არაბების შემოსახლებაზე რეაგირებს არა ამაზე სერიოზული რეაქცია არა ხო ათანს არავინ არ იცის იქ არაბები ჩამოსახდებენ თუ არა უცხოელებზე გაიყიდება რომ ამბობენ შეიძლება რა ვიცი ვიღაცა სხვაზე გაიყიდოს სხვაზე გაიყიდოს საერთოდ მაგრამ თვითონ ამ თემამ გამოიწვია ხო ბევრი კითხვა დაბადა და არ ვიცი ოპოზიციამ რატო არ უნდა გამოიყენოს ეს არა მე მგონი იღენებს კიდეც ხო ნუ რაღაც ნაწილი მორცხობს ასე ვთქვათ მაგრამ აქ საინტერესო თემა არის უბრალოდ კონსერვატიული ნაწილია თუნდაც ხამს ლაპარაკი საინტერესო თემა არის ხო ალტიმფობს ერთად აქცია დაგეგმა და ნახოთ ეხლა რამდენი ხალხს გამოიყვანს ამ თემაზე, მაგრამ საინტერესო თემა არის ამ გაправებების თემას რადგან შევეხეთ, შემოხვდა უცნობის ვიდეო. არ ვიცი ნახე, მომღერალი უცნობ თავის გადაცემა ხო აქვს. მაესტროზე ხო აქვს თავის გადაცემა და ასაკიძის მონოლოგი. ნუ არაბებზე ხო რაღაცა საოცრებები ლაპარაკა და ესე აპრავა, მაგრამ მეორე იყო თავარი რომ დიქტატურის გაправება დაიწყო. კი. ანუ ტიპები პირდაპირ დიქტატურაზე უკვე გვეუბნებიან რომ კარგიაო, გამოვიდა თქვა და ხალხნო ჩვენს ისტორიაშიო ეხლა როდის იყო კარგი პერიოდი, როცა ერთი ბრძენი კაცი გმართავდაო. მაგალითად დავით აღმაშენებელსო დემოკრატია ხო არ ქონდაო. ერთი ბრძენი კაცი იყო და გმართავდაო და აი ეს ერთი ბრძენი კაცი უნდა გმართავდესო. აი მაშინ მიშას რას ერჩოდით კაცო? იქ ის კაცის ის ბრძენი არ იყო. ბრძენი ეთქობა. ხო ანუ მიშას ხო მაგისთვის ებრძოდა რომ დიქტატურას რატო გვიმყარებდა რაღაცა და აქ ბიზნეს დიქტატურა ტკბილია რა იგე თურმე. იმიტომ რომ ბიზნესა ბრძენი კაცია და მე როცა შეხარ ფავორში მაშინ მე მაგალითად ხო სერიოზულად ვფიქრობ რომ ეს ხალხი ხვალ ნამდვილად გვეტყვის რომ ბიზნეს ივანიშვილების დინასტია უნდა ამოვაცხადოთ მეფედ. მივალთ აქამდე. არის პოპულარული იდეა დიდად მონარქია ჩვენთან, თორე ნუ რატომაც არა მივალთ აქამდე. ხო სადაც გვეუბნებიან რომ დავით აღმაშენებელი თუ მართავდაო დიქტატურითო ბიზნეს რატო არ გამართავდესო მაგასაც გვეტყვია. კრეხელობა გამოვა, თორე ღმერთად გამოცხადება უფრო შეეპერება. მეფობა არ უყვარს ბიზნეს არ უყვარს გამოჩენა და უხილავი არის ღმერთი. ანუ ღმერთს ვერ ნახულობ, ვერ ხედავ, მაგრამ ყველგან არის. ხო თქვა აი ლაჟანაზუშვილის ცნობილი კლასიკური ისროა რომ ბიზნესი არის ყველგან და ყველაფერში. ხა ეს არის აი ლამის ღმერთის ფორმულა თქვა. ყველგან არის აი რაღაცა სიკეთე რომ მოხდება იქ ბიზნესია. აქ რო რაღაცა აშენდება ბიზნესია ყველგან და არ ჭირდება გამოჩენაო. და მეფე ასაბარაკო მეფე უნდა ჩამდეს კაცო მეფე ჩას ხო ბიზნესი არის შივა ყველაფერშია. რაღაცა არის გაღმერთება არის კერპთაყვანის ცებლობა გვაქვს ელემენტარული ხა რა თქმა უნდა ეს რაღაცა ამ კრეხელურ ქრისტიანობაზე როდებენ თავს და მართლმადიდებლებაზე აი აბსოლუტურად კრეხელური დამოკიდებულება აქვს ამ ბიზნეს ივანიშვილის მიმართ რაც არ უნდა თქვას რაც არ უნდა მოიტყოეთ აი მზად არიან ისა შეუწყონ აი შეუწყო ხმები და გაიმეორონ იგივე. იყოს ასეთი გამონათქვამი კომუნისტების დროს მამა ჩემისგან სმენია ცხონებული მამა ჩემისგან ქუთაისელი ებრაელები ამბობდენო. ებრაელებიო ესე იგივე კომუნისტებიო რო გეტყვიანო რომ რიონი აღმამიდისო უნდა უთხრა სულ შხვილ და გენაცვლეო. აი ეგ არის რა ამ პრინციპით მოქმედებენ რომ ის რაღაცას იტყვის რომ აი deep state-ი ვიწყობს შეთქმულებას აო ხაბა მაგათი და აი გერმანიის ელჩის დედავატირა და მერე მიდი მომდივარ რა ესენი იწყვეტენ მერე საერთოდ და ის რაღაცას ამბობს იქ თავისთვის ამბობს ამათეუბნება ესენი გამოდიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მაგრად იტყვის იმიტომ რომ უნდა ასე ამოვნონ იმას და დაანახო რომ აი შენი ერთგული ვარ თუმცა ის ან დაუფასებს ან არა და მერე შეიძლება დაიჭიროს კიდეც როგორც აი არაერთი ესეთი
შემთხვევა ვიცით, მაგრამ აი და ამ ლაპარაკში და ერთმანეთთან შეჯიბში რომ ვინ უფრო მაგრაში აგინებს იქ ჯერ გლობალური ომის პარტია იყო მე დიპ სტეიტი ახლა ბრიუსელზე არის განსაკუთრებული აქცენტები ეს რომ ქვეყნის ვითარებას ქვეყნის რეპუტაციას ქვეყნის იმიჯს ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უდიდეს ზიანს აყენებს აი ეს კიდევ ფეხებზე ელემენტარულად რა ამიტომ ამბობ რომ ეს არის ხალხი რომელსაც არა აქვს ეს განცდა სახელმწიფოებრიობის არა აქვს ეს არა უბრალოდ ესენი ელოდებიან ხა როდის დაიღლება დასავლეთი ამათი დაიგნორებით როდის აღიარებს დასავლეთი რომ ნუ ამათ ვერ მოვიშორებთ და მოდი შევეგუოთ ერთ საიდუმლო უნდა გავუხილო ამ ჩვენ ხელისუფლებას თუ გვისმენენ და გვისმენენ ხოლმე მაგრამ ყველაფერს უსმენენ როგორ დრამე დაიჭირონ იქა ესე იგი იყო დრო როდესაც საქართველოს არ იყო სახელმწიფო და დასავლეთი არსებობდა რა როგორ ანუ თქვენ თუ გონიათ ეხლა თქვენთან ურთიერთობის გარეშე ვერ იარსებებენ ძალიან ცდებით რა კი გაუჭირდებათ რაღაც ტრანზიტი მთელი ამბავი ეს კი არ არის ადვილი მით უმეტეს ამდენ აგერ ეხა იხსნება სომხეთი აზერბაიჯანის სომხეთი 30 წლიანი ტრადიცია აქვს უკვე რაღაც დასავლეთთან ურთიერთობის მაგრამ ამ პოლიტიკის გამგზელებიდან დასავლეთი ამერიკაც ევროკავშირიც ვერ მისცემს თავს უფლებას ვერ მისცემს ელემენტარულად თავს უფლებას დაყვეს შანტაჟს ანუ შანტაჟს დაუთმოს ეს გამორიცხულია, უბრალოდ ამას არ გააკეთებ, ვერ გააკეთებს, რომც მოუნდეთ, ვერ გააკეთებენ. შეუძლებელია, იმიტომ რომ დაენგრევათ თელი სოფლიო პოლიტიკა ამით. იმიტომ რომ აქ ერთი ბიძინა როა აზიაში და აფრიკაში კიდე არის 5000 ეგეთი ბიძინა. ბევრი არიან ეგეთები. და ერთს თუ გაუვიდა ესეთი შანტაჟი, რა მე ფეხებზე მკიდიხარ და აი რაღაც სომალელი მეკობრეები ვითიქცევიან, რა ისე რო იყვნენ. უგანზო რაღაც გენერს რო იჭერდნენ იქ და დაიჭერდნენ და არ გამოუშვებთ ბულს არ მომცემთ ცოტა ხანი აძლევდნენ ბულებს აძლევდნენ და ბოლოს ამოვიდათ ყელში მოკლედ ესა და დაიქირევეს ვიღაც ერთი მეკობრი და დააჟუჟინეს დანარჩენები ერთმანეთი ხო და ეს არ შეიძლება ელემენტარულად თქვენ თავსაც იგდებთ ღირებად შეგეუბნებით იმიტომ რომ ასეთი დაპირისპირება შეიძლება მოყვეს ორი შედეგი მხოლოდ ან რუსეთის ასე ვთქვათ გაბატონება ამ ჩვენს რეგიონში არა ვიცი ახლა ასე რომ რუსეთსაც ფეხებზე ეკიდოდა და დასავლეთსაც ფეხებზე და მოდი შენთვის იყავი ესე არ მოხდება და თუ ესე მოხდა კიდე მაშინ იქნება ეკონომიკური კატასტროფა იქნება შიმშილი იქნება ბუნტი ხალხის ესე მოხდება ამიტომ რაღაცა რა ვიცი ელემენტარულ გონიერებას რომ მოუხმობდეს იქ ვინმე არ იქნებოდა ურიგოჭები ასეთ ხო, ну მაგის იმედი არ ვიცი ხარ რამდენად გაქვს შენ ახსენე ბრიუსელი და გუშინ ქონდათ საოცარი პროპაგანდის აგორებას ცადეს ერთდღიანი პროპაგანდა აგორეს გუშინას თქვი ამის შესახებ რაღაც ისა რა ქვია 28 ნოემბერს იმართება დიდი აქცია ერთი წლის თავია იმ კობახინის იმ განცხადებიდან ანუ ერთი წელი სრულდება უწყვეტი აქციები და დიდი ანონსი და ამ აქციის დაასაანონსებელი ტექსტი როცა გამოეცხადებიათ პარლამენტში, გამოვიდა სახელმწიფო მედია და წინასწარ დადეს ინგლისურად და აი ჩვენ ჩაგვივარდა ხელში ბრიუსელიდან გამოუგზავნესო. ანუ წარმოიდგინეთ საკუთარ ამ მომრჩეველს და მომხრეს რას აჯერებენ. რომ საქართველოში არ მოიძებნა ადამიანი, ვინც დაწერდა ანონს, აქციის ანონს. უბრალოდ აი ამადან დღეს აქციის ანონს და იმ ბაში რა ქვია განცხადებაში რა იყო ხო რასაც ამდენი დღე ყველა ლაპარაკობს რომ რაღაცა რეჟიმს არ შევეგუებით, სოლიდარობას უცხადეთ პატიმრებს და 28-ში მოდით, ეს იყო მთელი შინაარსი და ესო საქართველოში ვერ დაწერესო, ბრიუსელში დაუწერესო. და გამოუგზავნესო და ჩვენო ინგლისური ვარიანტი ჩაგვივარდა ხელში. ნუ სავარაუდოდ როგორც ჩანს ჩატში როცა თანხმდებოდა ეს ტექსტი ვიღაცამ გაიტანა, სულსმა იფიქრე ხა რაში გამოვიყენო და თარგმნეს სასწრაფოდ ინგლისურად რომ და წინასწარ და ესო ვითომ ჩვენ ინგლისურად ჩაგვივარდოთ. ამას ახლა ვის დააჯერებ? არ ვიცი შეიძლება ოცნების მომხრეებს ჯერათ რომ აქციის დაანონსება აქ საქართველოში არავის არ შეუძლია ბრიუსელი. ახლა რაღაცა რო ყოფილიყო მაგალითად ხელისუფლების დამხობის ინსტრუქცია კიდევ ეს ის რომ ბრიუსელიდან გამოგზავნეს აქციის დაანონსებაზეა ლაპარაკი. წერა მაინც გვეხერხება ქართველებს. ანუ ეს ახლა საერთოდ რაღაც ზღვარს განცხადების ტექსტია ლაპარაკი და აი ამ დონეზე დეპუტატებს აშიარებინეს დეპუტატები დააყენეს მთელი უმრავლესობა და აი ნახეთ რა სამართლია და მე მგონი თავიანთმა უხრებმაც არ დაიჯერეს იმიტომ რომ მალე მოკვდა რა ერთ დღეში მოთავდა ამათი პროპაგანდა. ხაბარია ხა ასეთი რაღაცა
აი საერთოდ ქართულ ოცნებას ახასიათებს და ბიძინა ივანიშვილს ძალიან არცევენ პატივს თავის წამორჩეველს რა. არა, ყველაზე მეტად თავიანთ წამორჩეველს არცევენ. აბსოლუტურ სისულელეებს უყვებიან. რაღაცები რომ გაზდით, მე გონიათ რომ ანუ მოდი ყველაფერს ჭამენ რა ესენი და მოდი ახლა ესეც თქვათ, მოდი ასე გავაკეთოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი ნაკლებად ჭამეს, იმიტომ რომ ძალიან ის იყო ახლა ეს, ძალიან დაიწვენ ამაზე, იმიტომ რომ რამე მართლა რო ყოფილიყო შენ თქმის ან ეს სპექტაკლი დადგეს პირდაპირ ეთერში. შემთხვევით რომ გადავხვდე რუსთავი 2-ზე 3 საათიან კურიერს უყურებ და უცებ ხედავ რომ აქციის ანონსი გადის პირდაპირ ეთერში ეს განცხადება რო კეთება პარლამენტში და განეკვირდა მეთქი როდის იყო ახლა აქციის დაანონსებას რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში უშვებს მეთქი და მე მივხვდი რა შეიძლება იყოს აკვე გვერდით გამოდეს ეს ინგლისური ტექსტი აი ხო ხედავთ ერთ-ერთი ემთხვევა არ ვიცი რა მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ სტუმარი შემოგვიერთება გიორგი რუხაძე და მასთან ერთად გავაგზავნებთ საუბარს როგორც საშინაო ისე საერთაშორისო პოლიტიკაზე. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით შემოგვიერთდა გიორგი რუხაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობაზე და ჩვენ განსაცდელ მონაწილეში ვილაპარაკეთ პროპაგანდა როგორ მუშაობს ქართული ოცნების ვილაპარაკეთ დასავლეთთან მათ სტრატეგიაზე როგორი სტრატეგია აქვს დასავლეთთან რომ მომაწვევი უარეს ვიზამ და ლევან მაჭავარიანმა მათა დეპუტატმა პირდაპირ თქვა რომ უკვე დროა მიხვდნენ რომ ვერ დაგვამარცხებენო, ანუ ისინი ასე უყურებენ დასავლეთს უნდა ჩვენ ჩამოგდება, მიხვდნენ ვერ ჩამოგვაგდებენ, ელოდებიან ამას, როდის მიხვდება დასავლეთი რომ ვერ ჩამოგვაგდებს. და მე როდის ვერ ჩამოგვაგდებს, ვერ დაგვამარცხებს და როდის შეეგუება რა. ნუ შეეგუება, უნდა იმას როგორც ასე ვარ. ერთი ახლა თემა კიდე აწიეს ეს უკრაინაში კორუფციული სკანდალია დიდი, მართლაც მნიშვნელოვანი სკანდალია. იქ მართლაც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური არსებობს ნაბუ და შესაბამისად, ნუ ორ მინისტრზე და ასე შემდეგ მაღალ ჩინოსტებზე არის ეს გამოძიება და რასაც ახლა ქართული პროპაგანდა იყენებს, რომ აი ნახეთ, უკრაინაში თურმე კორუფციაა და ამ დროს აქ თვითონ იჭერენ ნახევარმთავრობა დაიჭირეს ყოფილი და კიდე ნახევარი დასაჭერი ყავს კორუფციაზე. ანუ თვითონ ვითხრეს პირდაპირ რომ საქართველოს მთავრობა 13 წელი იპარავდა ფულს. ეხლა გვეუბნებიან რომ აი თურმე ნახეთ უკრაინაში კორუფცია არის, ერთთანავ სოფლიო ვიცის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის ისედაც გამოცხადებული უკრაინაში. გიორგი მოკლედ ვერ ვილაპარაკე და ისმენ დავიწყოთ ამ უკრაინის თემით. ხო, კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. კორუფცია უკრაინაში ტრადიციულად ნომერი პირველი პრობლემაა ნამდვილად და ჯერჯერობით უკრაინამ რაღაცები მოახერხა ნამდვილად, მაგრამ კორუფციის დავაცხება ვერ მოახერხა და ეს ფაქტი, რაც ახლა ამოტივტივდა და რასაც ნაბუ იძიებს, ხო? ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ნუ თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორუფცია ეხა ერთის მხრივ ომი მიმდინარეობს, ხო, აქ ასე დაძაბული ვითარებაა, დიდ თანხებზეა ლაპარაკი, ხო, წამოსული ევროპიდან, ეხა ამერიკიდან ნაკლები მოდის, ხო? შემდეგ და როდესაც ეხა სადაც ბევრი ფულია, სადაც ნაკლები კონტროლია და სადაც რაღაცა ესეთი საგანგებო ვითარება, იქ ბუნებრივია ჩნდება ცდუნება, რომ ვიღაცამ ეს ფული მოიპაროს. უკრაინის შემთხვევაში აქ საუბარი არის მე როგორც ვიცი, ესე იგი ენერგოობიექტები, ანუ ეს ფული ძირითადად ატკატებზე არის ლაპარაკი და ენერგეტიკის სფეროს. ენერგოობიექტების დამცავი მექანიზმის მშენებლობაში, ანუ იმისათვის რომ რუსული ასე ვთქვათ დარტყმებისგან დაეცვათ, აი ამ მშენებლობის თანხებიდან მილიონებზე, ათეულობით მილიონებზეა ლაპარაკი, რომელებიც ატკატების სახით მიდიოდა და როგორც ამბობენ მინისტრებამდე, კონკრეტულად ლაპარაკია ენერგეტიკისა და ჯანდაცვა რა იყო და იუსტიციის მინისტრზე, ასევე ლაპარაკია სხვა ადამიანებზე, რომლებიც დაახლოვებული არიან, ასე ვთქვათ, პირველ პირებთან, ხო, მმართველობის, მაგრამ უკვე და ეს განსაკუთრებით დღეს, როდესაც უკრაინას ერთის მხრივ ძალიან ჭირდება ევროპის დახმარება, როდესაც ეს დახმარება შეზღუდულია შეერთებული შტატებიდან ტრამპის პოლიტიკის გამო, ამას კორუფციასთან კავშირი ნამდვილად არ აქვს, ანუ ამერიკა დღეს სხვანაირად უყურებს აი ამ ყველაფერს, ხო, ფინანსურად. ასეთ დროს ეს ძალიან სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება ვერ მიიღო ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალიან ახლოს არის და წლის ბოლომდე უნდა მიიღოთ. რა თქმა უნდა, ეს
მისცემს დამატებით ასე ვთქვათ ზელენსკისთვისაც დარტყმა არის ხო იგივე ევროკავშირში ორბანს და სხვებს რომ კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა შექმნან უკრაინის დახმარების გზაზე. მეორეს მხრივ ეხა ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, ეხა კორუფცია რომ არსებობს, ეხა სწორედ იმიტომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, ხო? და ეს საკითხი, იმიტომ გვახსოვს 2 თვის წინ იყო თუ არ ვცდები, ხო, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო დაიცვეს უკრაინელებმა ხელისუფლების კონტროლისგან. ხო, ზელენსკის უნდოდა შეზღუდვა. კი, ანუ ხელისუფლების კონტროლისგან რომ დაიცვეს ანტიკორუფციული ბიურო, ეს ნიშნავს, რომ უკრაინული საზოგადოება აღიარებს და ხედავს, რომ კორუფცია არსებობს, როგორც ასეთი, ხო? ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც არასამთავრობო სექტორს დასდევს და ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ყველაფერი კარგად იძახდა. და ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი დასაჯერად აქვს აქ. კიდე ზუსტად დეკლარაციაში რაღაცების გამო, მაინც ეს დავამატებ. მე უბრალოდ აი პროპაგანდის თვალსაზრისით კუთხით მინდა ამას შევხედო ის რომ უკრაინაში არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო რომელიც არ არის ხელისუფლება თუმცა ამას ხელისუფლება ესე კი არ უყურებს რომ დამოუკიდებელი ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლება ამას უყურებს რომ ეს დამოუკიდებელი ორგანო კი არ არის ეს არის დასავლეთის დამოუკიდებელი ინსტრუმენტი ზელენსკის საკონტროლებლად ეს რა თქმა უნდა ასე უყურებენ და ზუსტად რომ ესენი ასე რომ უყურებენ ეს სწორედ ჩვენ ხელისუფლებაზე მეწყვილებს ეს არის პარანოიდული ხედვები იმიტომ რომ ასეთი სტრუქტურები, დამოუკიდებელი სტრუქტურები, დამოუკიდებელი სასამართლო. მე მახსენდება მაგალითად, როდესაც ჩვენ დეპუტატები, ქართული ოცნების და ხელისუფლების წარმომადგენლები იძახდნენ, რომ ამერიკას და დასავლეთს უნდა რომ აქ მოსამართლეები დაგვიწყოს. ჩვენ მოსამართლეები სასამართლო მიიტანეს. რატო ამბობდნენ ამას? იმიტომ რომ ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებელ სასამართლოს. დამოუკიდებლობის არ ჯერა ამ ხალხს. ბიძინა ივანიშვილიც არ ჯერა რომ რაიმე არის დამოუკიდებელი. მან რო იცოდეს მაგალითად იტალიაში რამდენი მინისტრი ყავს დაჭერილი და 2 პრემიერი რო ყავს დაჭერილი იქ პროკურატურას ისრაელში ნეტანიაჰუს წინააღმდეგა მოქმედი პრემიერ-მინისტრია ომშია ქვეყანა და ტრამპი ეხვერწება ისრაელის პრეზიდენტს შეიწყალეო. ხო და ანუ ეს არ არის ერთადერთი პრემიერი კიდე რომელთან საქმე აღიძრა ისრაელში ძალიან გავრცელებული ამბავია. დეპუტატების დაუპატიმრებია და რაღაც მოქმედი დეპუტატები არიელ შარონის შვილი ესე ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის. ხო და ასე რომ ეს დემოკრატიული საზოგადოების დემოკრატიული სისტემების ესე დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობა რომელიც გააკონტროლებს პრეზიდენტსაც, ომში მყოფ პრეზიდენტსაც კი ზელენსკი ეს პირიქით ნიშნავს დემოკრატიის გზაზე უკრაინაში წინსვლა ეს ის კი არ ნიშნავს ჩამოგჭა ჩვენ აქ რო არის და მართლა კარიკატურად რო ყავს ის რაჟდენი ესე თქვათ მართლა კარიკატურაა დემოკრატიული ბიუროს უ გასამ რაჟდენსაც და თავის სამსახურსაც ის ყოფნა და არ ყოფნა ერთი და იგივეა ეს კომენტარი რომ ანუ სანამ იარსებებს ანტიკორუფციული ბიურო იქნები მეც სანამ იარსებებს რომ აუკვევენ ხო თუმცა მე გეტყვით რომ ყველაზე საინტერესო რთული ამბავია ძალიან და შეიძლება რომ ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ იმოქმედებს ზელენსკი პირადად და მისი ხელისუფლება და აი როგორ გამოვა ამ კორუფციული სკანდალიდან, ხო? ჯერჯერობით რასაც აკეთებს, სწორად აკეთებს. ანუ რაღაც ხელების ქნევა კი არ დაუწია და ჩხუბი რომ არა ჩვენთან კორუფცია არ არის და რაღაც პირდაპირ უთხრა მინისტრებს რომ გადადექით თანამდებობიდან, მისცა კარტ ბლანში, ანუ ანტიკორუფციულ ბიუროს რომ გააგრძელეთ გამოძიება და დადეთ ასე ვთქვათ სამხილები და ასე შემდეგ, ხო? ნუ შემდეგ ყველაფერი ეს წავა სასამართლოში და ასე შემდეგ, რა და ანუ განსხვავება აქ რა არის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ახლა მე რა მახსენა რომ ანუ ჩვენ აღმოვაჩინეთ, ხო, რომ თურმე ორგზის პრემიერ-მინისტრი კორუმპირებული ყოლია, თავდაცვის მინისტრი კორუმპირებული ყოლია, რა ქვია, ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს თუ არა ხვალ დაიჭერენ. მისი მოადგილე კორუმპირებულია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კორუმპირებულია, სუსის ასე ვთქვათ, შეფი კორუმპირებული ყოფილა. კიდე რამდენი იქნებოდა ხო წარმოგიდგენიათ კორუმპირებული ჯერ ვინც დაჭერილი არ არის. ოღონდ უყურე უკრაინაზე როცა საუბრობთ, ზელენსკიმ თანამდებობიდან გაუშვა მოქმედი მინისტრები. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ის ხალხი თანამდებობაზე გუშინ თანამდებობაზე იყვნენ. აქ ჩვენთან როგორ არის, იცი რომ როდესაც ჯერ მოხსნეს აღარ წინდება ივანიშვილს ხო აი შემდეგ იწყებს მე მათ ასე ვთქვათ
დამუშავებას და მე ზოგი გადაანაწილებს, ზოგი ციხეშია, ზოგს ფული აქვს მოსატანი, ზოგი თავს იკლავს და მე თურქეთში გარბის და ზოგი რაღაცა. ანუ ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, მაგრამ აი ასე და ანუ როცა პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ, ის პროპაგანდისტული საშუალებები, რომლებიც ამაზე უკრაინას დასცინიან და საკუთარ კორუფციაზე არაფერს არ ამბობენ, ხო? ჩვენთან გაცილებით უარესად არის საქმე. მით უმეტეს რომ საქართველოს მიაღწია იმ კონდიციას რაღაც მომენტში, სადაც კორუფცია უკვე ძალიან შეზღუდული იყო ყველა დონეზე. უკრაინას ეს საინტერესო რა არის, იცი რომ როცა ამბობდნენ რომ აი მოლდოვა რატო დააყენეს და უკრაინა ჩვენზე წინ ის ევროკავშირმა როცა ის არ მოგცა კანდიდატის სტატუსს ეს მოყავდათ რომ აი იქო კორუფცია არისო და ჩვენთან კორუფცია არ არისო. ეხა აღმოჩნდა რომ არ არის კი არა ყვავის თურმე ჩვენთან კორუფცია. აკოფილად უყოფილა ნახევარდამრობას იჭერენ და პლუს ყველაზე საინტერესო განცხადება იყო ირაკლი კობახიძის რომ აი რო ეკითხებოდა რატო ახლა 13 წელი სადღაც რატო ახლა და გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ამბობსო და თქვენ ხوار გავიწევათო ივანიშვილი რომ დაბრუნდაო პოლიტიკაში ბოლოჯერო დაბრუნდა მე რამდენი დაბრუნდა უკვე ამერია სათვალავდა რა ბოლოჯერო დაბრუნდაო პირველი რას თქო ეს არისო რომ აი კორუფციასთან ბრძოლაო უნდა იმას გათო რაღაცაო ვიღაცებსაც ცნება გაუჩნდათო და სწორედ ივანიშვილის ინიციატივით ანუ პრემიერი რას გქონდა იცი ივანიშვილს ვერ დავევალებინაო ჩვენთვის კორუფციასთან ბრძოლა ისე გაგრძელდებოდაო ანუ სანამ ივანიშვილმა არ გითხრაო რომ კორუფციას უნდა ებრძოლოთ მანამდე მთავრობას სულ ფეხებზე ეკიდა რა კორუფცია ეს კარგი გონია რო თქვა რა ხო აი ხა როგორ რეალურად სინამდვილეში რა ხდება ხო რომ ამ კორუფციის სიაზე მდგომი სისტემის თავი და თავი ხო თავად ივანიშვილია ეხლა თვალებს ხო ვერ დავიბრმავებთ და სინამდვილეში ივანიშვილმა რა თქვა და რა ქნა ხო ხო როცა მოვიდა ხელისუფლებაში უთხრა ანუ რეალურად აი მობილური რო ავიღოთ წარმოიდგინე აი Facebook-ზე რაღაც ისა ოფციაა რა ჩართავდა ვიდეოებს თავში თუშვებს რა აღარ ჭირდება თითის დაჭერა ხო დაახლოებით აი ეგრე დააჭირა ივანიშვილმა რაღაცას და თქვა რომ კორუფცია დასაშვებია ხალხო მიდით და მოიპარეთ ეხლა რადგან ისქენით რაღაცა ოღონდ რაღაც მომენტში აი გობხიძე როცა ამბობს რომ თქვა რომ აბა აწი ვებრძოლოთ ეხლა კორუფციასო იგივე ივანიშვილმა თქვა რომ გამოვრთოთ ეს ღილაკი გამოვრთოთ ოღონდ უყურე ის რომ შენ ამდენი ხნის განმავლობაში რო იპარავდიო და მაშინ რო დასაშვები იყო რახან ეხლა აღარ არის დასაშვები ამის გამო უნდა დაისწროთ თქვენ ხო და ოღონდ იქაც ჩვენ ამოვარჩევთო ანუ ვის დავждით და ვის არაო ნუ ახლა ამ შემთხვევაში მეც ეხლა გავაგრძელებთ ეხლა ივანიშვილი ეუბნება რომ აი ხა მაგ იმასო რა ქვია ოფციას ხო უნდა მომიტანოთ ეგ ტელეფონი და მე თვითონ ჩაგირთავთო ვისაც მაგის უფლებას მოგცემთო თუ არა და არ მოგცემთო ეგეთი ამბავი ანუ ესეთი კომიკური სიტუაცია არის რა ტრაგიკული ეს არის არა აი იმ გაგებით სისტემური არ არის რა გაგებითაც ტრადიციული ანუ კლანური კორუფცია კი არ არის აი ივანიშვილი და თავისი კლანი ყავს ეს არის უფრო რუსულ ოლიგარქიული ძალაუფლების ტექნოლოგია რუსულ ოლიგარქიებში როგორც არის ანუ მიუშვებთ ის ფულის საკეთებლად მე კომპრომატებით ყავს დაჭერილი თუ რამე დასჯი ხო აი ასე ასეთი ვერსია რამდენი მე დაგიჭერ ხო რამდენიმე ექსპერტისგან მოვისმინე რომ ასეთი მეთოდი პუტინს რუსული მეთოდი ყოფილა ან პუტინის მმართველობის რომ ვისაც აძლევს ის ოლიგარქები იქნება თუ ვინც იქნება ვინც ფულს შოულობს რუსეთში ყველა მიცის რომ სინამდვილეში ეს ფული პუტინის არის და როცა ეტყვის პუტინი რომ მოიტანე უნდა მოიტანო და ახლა ეს სქემა მუშაობსო ამუშავდა საქართველოში იმანში უნდა რომ ფული მოიტანო უკეთესად იცის ისიც რომ ასე არ ცნობაზე არ არის უბრალოდ სისტემურად არ არის ჩვენთან ასე რა ჩვენთან ბიზნეს მაგალითად აქვს ასეთი მიდგომა რომ ხელს უწყობს თემს ფული გააკეთე მე გიჭერს ანუ მე მოდის აი როგორც აი ხო და რატო იჭერს ხო იმიტომ რომ თუ რაღაცა დააშავა პოლიტიკური ისე ფული არ მოიტანა არა პოლის მოტანაზე არ არის ყველაზე ყველა რიჟვაძე რატო იკლავდა არა რიჟვაძეზე და არ ვიცი რიჟვაძე ბაჩიაშვილზე კი პოლის მოტანა იმიტომ რომ მიიჩნევს რომ ის მან გააკეთებინა არა ბაჩიაშვილი არ მომბ აქ საუბარი არის მაღალჩინოსთან რიჟვაძეზე აი მაგალითად ბევრი ფიქრობს რომ ჯერჯერობით იმიტომ არ იჭერს ამ ლილუაშვილს ღარიბაშვილს რომ დავალებული აქვს რომ არ ვიცით ეგ ფული მოიტანა და გარეთ უნდა ის მარტივად გეტყვი რა მაგ როგორ არის ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს მაგალითად რომ ბაჩიაშვილი ღარიბაშვილი კიდე ვიღაც ეს ხალხი ცხოვრებაში ვერაზოს ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ რომ არა ის
ანუ მან მიცა საშუალება რომ მისი ხარდაჭერით, მისი ასე ვთქვათ პატრონობით იშოვეს აი პუტინის მეთოდიც ეგ არის რა, ჩემი გამო იშოვეთ, მე გაშოვნინებ. პუტინის მეთოდი ფული ჩემია. არ არის მეთოდი ეს პუტინის. პუტინის მეთოდი არის სხვა. პუტინის მეთოდი არის რომ ფული არის ჩემი, საერთოდ. თქვენ ვინახ თქვენ ზედ არაფერი აქვს, თქვენ ხარ ჩემი, ასე ვთქვათ, როცა მინდა მოგთხოთ რამდენსაც გინდათ, ას კაცი არ არის ასე ახლად. ეს ეხმარება. ის არ ეხმარება, ის მიშვებული ის დავალებებს აძლევს. ეს დავალებებს არ აძლევს, ეს მიდის და შენი ვალდებულება ბაჩიაშვილმა, რო არ ბაჩიაშვილს აბა ხომ ისე ის ფული ასესხა, ხო ის ფული და რაღაცა მოუტანა ჩაასესხა, მაგრამ იმან თვითონ უნდა იცოდეს, რომ მორალურად ვალდებულია ბიზნესთან და უნდა მოვიდეს, აი ბატონო ბიზნესი ნახევარი თქვენი იყოს უნდა უთხრას. აი მაშინ კაი კაცი იქნებოდა. ახანასი არ გააკეთა, ეს ეგ ცუდი კაცი. აი, მოკლედ 2 წუთი გვაქვს შევაჯამებინოთ გიორგის მთელი ეს ვითარება, რომელიც ახლა შეიქმნა და ეს პიტერ ფიშერზე გამეორებული თავდასხმა არ დაგავიწეს, ანუ დასავლეთთან ქართული ოცნების ეს გზავნილი რომ შეგვეგუეთ, ვერ გვამარცხებ და შეგვეგუეთ. შეიძლება ესე მოხდეს, რომ დასავლეთს თქვას, რომ ვერ ვამარცხებთ ამათ და მოდი შევეგუეთ. ანუ უნდა თუ არა დასავლეთს ამათი დამარცხება. კი, ახლა ეგ არის სწორი კითხვა, რომ ანუ ესე დასავლეთი ქართულ ოცნებას არც ეომება და არც ამარცხებს, ხო? ანუ დასავლეთი არ არის რუსეთი, რომ აქ ეხა გადატრიალება მოგიწყოს მართლა. ესენი ამათ კი სულ გადატრიალება ელანდებათ და ეს რაღაც რვა რევოლუცია და რაღაც სისულელეები რომ რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში ევროკავშირი არ არის ის ძალა, ისე არ მუშაობს, რომ აქ რაღაცა ხო გადატრიალება მოვაწყოს. შესაბამისად, ის იდეა, რომ აი თითქოს დასავლეთი ებრძვის ქართულ ოცნებას და ვერ დაამარცხა, არის ჩვეულებრივი პროპაგანდა სისულელე, იმიტომ რომ მართლა ეგ ამოცანა რომ დაუდგეს, ну ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ევროკავშირს ან რაღაცა, მეერწმუნეთ ეგ ის ისტორია რომ deep state-მა რო ყველა და ყველაფერი დაამარცხა, თურმე და მარტო ბიძინა ივანიშვილს რო ვერ ამარცხებს, ხო? არა, მე ეხლა ვამბობდი რომ დამხობა რომ უნდა ვიღაცის, აგერ ვენესუელაში ვხედავთ რა ხდება. ხო არა, ეგ ტრამპის ისტორია კიდე სხვა არის და შევხედოთ ვენესუელაში რა მოხდება და ისე აქედან თუ რამეს ისწავლიან ესენი ცუდი არ იქნება ზოგადად, მაგრამ ჯერ არ ვიცით ვენესუელაში რა მოხდება, მაგრამ ეს იდეა თავისთავად რო დასავლეთი ამათ ებრძვით, ეს ესე არ არის. ესე რო იყოს დიდი ხნის წასულები იქნებოდნენ. ეხლა მეორე, ანუ ესენი აქ ბოგინობენ, იმიტომ რომ ჩვენ აგვებრძვით ისე როგორც საჭიროა. ანუ ჩვენ უნდა, ანუ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ასე ვთქვათ, ასატანი და გადასაწყვეტია რა ტიპის სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. აი, ასეთ სახელმწიფოში, რომელსაც ნუ ნაწილობრივ ხუმრობით დავცინოდით თუ როგორც იყო, ხო? ანუ ამ ტიპის კორუფცია, როდესაც არის ეხლა, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ და აი ამ ტიპის რაღაც კომიკური დიქტატურა, ხო? როდესაც ანუ წარმოუდგენელი რამეა საქართველოს ისტორიის, თანამედროვე ისტორიისთვის, რომ ოპოზიციის ლამის ყველა პარტიის ლიდერი ციხეში სხედავს. ესეთი არასდროს არ მომხდარა. ანუ არც ზვიად გამსახურდიას დროს, არც შევარდნაძის დროს, არც მიშას დროს. ყველგან იყო რაღაც ელემენტები მძიმე ნამდვილად. მაგრამ ასეთი ანუ ამ ტიპის გაცხადებული დიქტატურა, რასაც ეხლა ივანიშვილი გვიანონსებს, რომ იცი რა, პარტიებს აუკრძალავ, იმას გავაკეთებ და იგივე დასავლეთთან ამ ტიპის დაპირისპირებაში შესვლა, რასაც ეხლა ვხედავთ, წარმოუდგენელი ამბავია უბრალოდ. ამის შედეგი იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. ძალიან ცუდი იქნება. ანუ რამდენ დღესაც დავტოვებთ ამ ადამიანებს ხელისუფლებაში, იმედენ რაღაცას დავკარგავთ. ეხლა რაცა პაპუაშვილი ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ გადაწყვიტოსო ფიშერმა რა უნდაო, ანუ ხიდების აღდგენა უნდაო თუ დაწვა უნდაო. ანუ ესე იგი ესენი მზად არიან, რომ გერმანიასთან ხიდები დაწვა. ხო წარმოგიდგენია, ხო? მე სად მიდიან დაწვა? თან იმაზე აღარ ვილაპარაკებ, პაპუაშვილს გერმანიასთან რა ხიდები აქვს თვითონ, ან რა ხიდები ქონდა. ხო? თვითონ დაწვა თავისი ხიდები რა. მოკლედ, ამოიწურა. ჩვენ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ხიდები არ დაიწვას, იმიტომ რომ საქართველოს მართლაც ძალიან ანუ უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომ საქართველოს არ მოწყდეს დემოკრატიულ სამყაროს რა. კი ბატონო, მადლობა დიდი. გიორგი რუხაძე იყო ჩვენი სტუმარი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდეთ.